გადავწყვიტეთ რომ წავიდეთ ბათუმში. ცოტა ავად ვიყავი, ხმა დავკარგი ალბათ მათყოფთ, მაგრამ დღეს უკეთესად ვარ და გავდივართ ბათუმში. წავედით. სალომე, გადავწყვიტეთ დღეს, სად მივდივართ? სტალინის მუზეუმი. არც მე არ ვყოფილი ვარ სტალინის მუზეუმში. წავიდეთ, რატომაც არა. ხლა, განა იმიტომ რომ მაინც და მაინც სტალინის ფანი ვარ, მაგრამ მაინც დიდი პიროვნება იყო ისტორიაში და ბოლოს გორის გავლით მივდივართ ბათუმში და გავიაროთ. გაინტერესებს? ხო, გაინტერესებს. მაინტერესებს, ბათუმში. წავედით სტალინის მუზეუმში. ძალიან საინტერესოა ევროპის დროშა გორში, დამკვირვებელთა მისია და სტალინის მუზეუმი. არ ვიცი, ორი შეუსაბამობა კი არის ერთმანეთთან. რაღაცნაირად ესე მგონია. ეს სტალინას გორის მთავარი ბულვარია. ნუ არა უშავს, საკმაოდ მწვანე ქალაქია. შედის skyline of Batum. ვაუ. ბათუმის გამოჩნდა ბათუმის შენობების სილუეტები. ესე ბათუმი არის ულამაზესი ქალაქი. საერთოდ საქართველოს ლას-ვეგასს ვეძახი მე ბათუმს. ნუ ეხლა ძალიან გავს კაზინოები, მაღლივი შენობები, მთელი გართობა და ასე შემდეგ. ერთადერთი მე მგონი ლას-ვეგასს ჯობია იმით რომ ზღვა აქვს. ლას-ვეგასს უდაბნოებს. მაგრამ შოუ ბიზნესში ლას-ვეგასი ჯობს, რა თქმა უნდა, იქ უფრო მეტი შოუ ბიზნესია და უფრო მეტი ვარსკვლავი გამოდის ხოლმე მუდმივად. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბათუმი დაეწევა. ასე რომ ყველაფერი წინ გვაქვს. Building on top of that mountain. ხო, აგე, რა მაგარი რაღაცა საშინებს. იცი რა მაგარი ხედები იქნება იქიდან. ეს ძალიან მაგარი უძრავი ქონებაა. ანუ უძრავი ქონება ან ზღვის პირას, ან ხედები. მე ხშირად ხედები მირჩევნია, ვიდრე უბრალოდ ზღვის პირას. ხედებს რა ჯობია. ხედები იქნება გადასარევი იქიდან. ძალიან მაგარი ხედები. სალომე, აჭარაში ვართ. ნახე რა სილამაზეა. ესეც საქართველოს კუთხეა. ყოველი კუთხე თავისებურად ლამაზია და ყოველი კუთხე მარგალიტია. ნახე აჭარის თაგორიანი სოფლები. ეს მაღალი აჭარის სოფლებია იქ. ძალიან ლამაზია ყველაფერი. აქეთ მთები, იქით ზღვა 25 კილომეტრი დაგვრჩა ბათუმამდე. მაგარი რამეა. ულამაზესია ჩვენი ქვეყანა. პატარა, მაგრამ ბრილიანტივით ლამაზი. თუნელზე ვარ. ეს გვირაბი. I see the light. Ramagaria. Wow. Lots of people are building. It will be nice to მროებით შენდება უკვე ქობულეთშიც. მიმდინარეობს შენება. ბუმია საქართველოში. კიდევ ერთი გვირაბი. მაიამიდან ბათუმში. სალომე, ვართ მაიამიდან ბათუმში.
Yeah. ხო ვიყავით მაიამიში, ეხლა ვართ ბათუმში. წავედით ვნახოთ ზღვა. ატლანტის ოკეანიდან დავათვალიეროთ შავი ზღვა. სეზონია ბათუმში. ამ სულ რაღაც 3 თუ 4 თვის განმავლობაში უნდა მოასწროს ქართველმა ადამიანმა, ქართველმა რესტორნის ფლობელმა თუ რაღაც ბიზნესის ფლობელმა იმდენი შემოსავალი ნახოს, რომ მთელი წლის განმავლობაში მე უზრუნველყოს თავისი ოჯახი. მართალი გითხრათ, ძალიან ბევრი დამსვენებელია, სოფლიოს ალბათ ყველა კუთხიდან, უმეტესობა რა თქმა უნდა, რუსულენოვანი. ალბათ არა აქვს ადამიანს არჩევანი და ვისაც შემოაქვს შემოსავალი, იმას ვიღებთ. ასე მუშაობს ბიზნესი საერთოდ ყველგან სოფლიოში. არჩევანი და დისკრიმინაცია არ არის ის ბიზნესმა. ბატონო. ვიცურავე კიდევაც შავ ზღვაში. სალომე, შენ ხვალე არ იცურავებ? შეიძლება? არა ხარ დარწმუნებული, რატომ? არ გიყვარს შენ ზღვა? No, I love the zebra. აბა, მაშინ რატომ არა? I just don't like swimming. I love the zebra, but I don't like swimming. ანუ ეს მაგარი ვიღაცა. ზღვა გიყვარს, თუ რო არ გიყვარს? მიყვარს. ბავშვობაში შენ ესე იყავი. ზღვაში არ გიყვარდა ცურვა, გიყვარდა აუზში ცურვა. მე მახსოვს. No, I love the zebra. აი, გიყვარს ზღვა. აი.